Not war, not war, not war. Just peace, just peace, just peace, forever, forever, forever. Peace forever. ასე კაკანებენ დიქტატორები, როცა ერთ ადგილას უჭერენ, ან ორ ადგილას. იქამდე დაფარულ უნარებს აბჟავნებენ ხოლმე, ხმა უკანკალებთ, კურცხალის ცვივად, ენებს სწავლობენ. არა და სხვა ბიჭი მახსოვს. Deep State-თან პირველი მებრძოლი თანაც, ამ მათხოვრებივით კავკასიონისტებს სამომხმარებელი კი არ არის. იქ მებრძოლი, აი წინა ხაზზე, მთლად ამერიკის კონტინენტზე. ამიტომ პირველი დარტყმაც მან მიიღო ახლა. კარგი მაგალითია მადურო. ამერიკის ურჩობის გაცილებით ხანგრძლივი და პრინციპული ისტორიით, ვიდრე ზოგ-ზოგი ერთები. თუმცა ხედავთ თქვენ თვითონაც და გესმით. მადუროსი არა და ბორიას ინგლისური პრონაუნსი სულ მაინტერესებდა. რუსული პრაიზნაშენია ხო ვიცით და შეგვიძლია მივხვდეთ мис правописаниясац და чистописаниясац. Несколько слов я скажу на русском, по-русски. Мажоритарных кандидат мажоритариев, как по-русски говорит, у меня самому не получается. ინგლისური კი არასდროს მოგვისმენია, არც ფრანგული მიუხედავად მოქალაქეობის. ძალიან კი გვინდა მოусმინოთ რა ენაზე აკაკანდება, როცა ასეთი აშკარა გახდება რეჟიმის დამხობის ხიფათი. ვითომ ამაზე უკეთეს ინგლისურს გაგაჭავს? ამობენ ადამიანს აგონიაში მხოლოდ დედაენა ახსენდებაო. მაგას ხო სხლაო სიცოცხლე. თუმცა ყველაფერი მაშინ გამოჩნდება საბოლოოდ, როცა კვერცხი მოაწვება და მართლა გაუჭირდება. არა, ბირთვულ ავიამზიდებს ახლა მის წინააღმდეგ არავინ გამოგზავნის, რა თქმა უნდა. იქ მოუჭერენ, სადაც ყველაზე მეტად ტკივას, საფულეზე. იმათ თუ მოინდომეს იციან სადეძებონ გადამალული შავი ფული. როგორც ამბობენ აღდგომა და ხვალეო. Holy Easter and tomorrow, Borinka, my dear. აბა Borinka, my dear, родной. რა ენაზე ითხოვ პატიებას, როცა შენც მოგკითხავენ პასუხს რუსის მონობისთვის. ქართულად, რუსულად, ფრანგულად, ინგლისურად? მეტი არაა ჩემი მტერი. I have no more enemies. როგორც შეიტყოდ.